ლოცავ გაიხარეთ მიუხედავად სულიერობას შავღმავთ საკუთარ თავში როგორც აღნიშნე რა თქმა უნდა ვეცადოთ რომ უფრო მეტად მიუხედავად კეთილჩვევებს სათნოებებს გავძლიერეთ მათში რაც მავნია და რაც ნეგატივია ისინი ვეცადოთ რომ ასე თუ ისე ყოველ შემთხვევაში დაუპირისპირდეთ რაც მეტად მიუშვებთ თავში მე უფრო ბოლოში მეტი აცილება და მეტი ეს ვთქვათ სიმძაფრე ექნება ამ ცუდჩვევებს და მიდრეკილებებს რომლებიც უხვად გვაქვს და თუ მიუშვებ აუცილებლად ძალიან დიდ დისონანსს გამოიწვევს სულიერ ცხოვრებაში. ამიტომ ჩვენ ჯანმრთელი თვითკრიტიკა მარხვაში მით უმეტეს არაფერი ისე არ არის გამწმენდელი და მაყურებელი უფლისადმი შევედრება საკუთარი თავისა და ჯანმრთელი თვითკრიტიკა, თვითანალიზი მარხვა ამისთვის უმყუდროესი პერიოდია იცით ახალ სარაფსავი. ამიტომ მარხვის შემდეგაც ეს იგივე გრძელდება რა თქმა უნდა, მაგრამ მაინც ეს პროცესი რომელიც არის ძალიან ფაქიზი შაღრმავებისას რა თქმა უნდა ეს ადვილი არ არის თავისებური ტანჯვა მოაქვს თავისებური ტკივილები მაგრამ რომელი გამწმენდელი პროცესი არის უმტკივნეული და რომელი არის ეს ვთქვათ სტერილური არა ყველა გამწმენდის პროცესი დაწყებული მარხვით თუ ლოცვით თუ ზიარების რაც ზიარების მომზადებას გულისხმობს ყველაფერი რაღაც მეტნაკლებ ან მენტალურ ან ემოციონალურ ან ფიზიკურ გამწმენდელ ტკივილებთან არის დაკავშირებული რისთვის იმიტომ რომ მე უფრო უკეთეს მდგომარეობაში, უფრო მაღალ მდგომარეობაში, უფრო წარმატებული სულიერობის მდგომარეობაში, ესე ვიტყოდი, აღმოჩნდე. აი ეს არის. ესეც სულიერი ხელოვნებაა, ლოცვისა და უფლისადმი საკუთარი თავის შევედრება, რაც ფორმაა სულიერობისა, ერთადერთი ნორმალური, ერთადერთი ღვთაებრივი ფორმა ქრისტიანული მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ გამოცხადებული ასკეზისა, რომელიც მოცემული არის ლოცვებში ზიარების წინა ლოცვებში და თუ მათ არა მარტო მექანიკურად წავიკითხავთ, ნუ იქნება ესე. ჩვენი სულიერობა არ უნდა იყოს რიტუალური სულიერობა, ჩვენი სულიერობა უნდა იყოს მისტიკური, ცოცხალ ღმერთთან ურთიერთობის სულიერობა და არა რიტუალური სულიერობა, რომელიც მექანიკურ იმიტაციას ნიშნავს ხოლმე ზოგჯერ. ამიტომ ფორმა იმ მართლმადიდებელი ასკეზისა, რომელიც მოგვეც ეს მაცხოვრებელი ღვთივგამოცხადებული ფორმაა და ამის სოდნა მხოლოდ განყენებულად ვერაფერს ვერ მოგწევს. თუ მის რეალიზაციას ჩვენ ზიარების წინ ლოცვებში, მათ შაღრმავებაში და ლოცვა არა მარტო ვედრება, უზარმაზარი სიბრძნე არის მათში არ მოვახდენთ და ამის განხორციელებას არ ვეცდებით, რომ ამის განხორციელება მოვახდინოთ ჩვენში, ჩვენ ცხოვრებაში. ჩვენი თავის გამოსწორებით დავიწყოთ ანუ. ამ ცოდნას იმისთვის გვაძლევს ეკლესია და იმისთვის ვაგროვებთ ამ ცოდნას, რომ უფრო მეტ სულიერ მდგომარეობაში, უფრო უკეთეს, უფრო განახლებულ ხარისხობრივად უფრო მაღალ სულიერ მდგომარეობაში აღმოჩნდეთ და ეს მდგომარეობები უსასრულო არსებობს ეს მდგომარეობები შემდეგ უფრო მაღალში მერე კიდევ უფრო მაღალში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ყოველთვის ახალ აღმოჩენებს აკეთებს მართლმადიდებელი ადამიანი როცა სულიერად ვითარდება ყველაფერი ძალისხმევით კეთდება იშრომოთ უნდა ვილოცოთ არაფერს არ შობს უნდა ვილოცოთ ვიშრომოთ მეტი უნდა ვიღვაწოთ რომ უფრო მეტი სულიერის სათნოებები გავიგოთ, სათნოების შესახებ უფრო მეტი სიბრძნე დავაგროვოთ, რომელიც სახარებაში წერია. სხვადასხვა ფორმით მოდის ეს ტექსტი. წმინდა წერილი, წმინდა გარდამოცემა, მაგრამ ჩვენი ცხოვრების რეალურ პირად ცხოვრების გარდატეხაში სხვა ფორმით შეიძლება მოვიდეს კიდევ. მოძღვრის დარიგებით იქნება თუ შინაგანი მდგომარეობით თუ რაღაცა ჭრეთით, აი მე იმ კეთილი აზრებით, რომელიც წარმართავს ჩვენ ცხოვრებას, დადებითი აზრებით ბედნიერების შეგრძნებით, რომელიც გვახარებს და სიხარულს გვაძლევს, ერთგულების შეგრძნობით, გულწრფელი ლოცვით მოდის ეს ყველაფერი. ეს ამ ყველაფერს თავისი მოძრაობა აქვს ადამიანის სულში, სამშვილდში და სხეულში. ეს ყველაფერი აუცილებლად მრავალფეროვან ნეტარების გზნობებს გამოიწვევს, როცა ეზიარები და ხშირად ივლით და რიტმს დაიცავ. ნეტარება სხვა და სიამოვნება სხვა. სიამოვნება უფრო შვინვერია და ხორციელი, მაგრამ ნეტარება ეს სულიერი განხთობილი ფორმაა იმ კეთილი და ასე ვთქვათ ამაღლებული მდგომარეობის, რომელსაც ასკეზის შემდეგ ადამიანში შემოდის და ეს საზომია, რამდენად ნეტარია ადამიანი და ნეტარ ხარ თქვენო ქრისტიანობა, ხო ცხა ნეტარი, ნეტარ არიან, ნეტარ ხარ თქვენ და ასე შემდეგ, ნეტარი უნდა იყოს ქრისტიანი და ნეტარება არის ზუსტად სიყვარულის შეგრძნება, ნეტარება არის სიყვარულის განხორციელება შენ ცხოვრებაში და სიყვარულებრივი რეაქცია, სიყვარულებრივი პასუხი ამ ძიმე სასტიკ დროში და სასტიკ ცხოვრებაში, რომელშიც ჩვენ უამრავ წინააღმდეგობას გამოწვევას და ხილ-თუ-ხილო ბრძოლას ვაწყდებით, მაგრამ
თუ კი ჩვენ ამას სიყვარულებრივ პასუხი სიყვარულებრივად ვრეაგირებთ ქრისტიანულად, ის ნეტარებას ბადებს, ეს შეგრძნება, საოცარ ნეტარებას ბადებს. შენ უშვებ ამ კეთილგანწყობას და ის მოვა, თუ მივა, თუ არა და დაგებრუნდება ასმაგად. ამას შესწავლა უნდა, გააზრება უნდა და რა თქმა უნდა შეგრძნება უნდა. მარტო გონებით ხარ ვაზრობთ, ჩვენ გულითაც ვაცნობთ. მარტო გონება ხარ შეიმეცნებს რაციონალურად, ხო? გულიც შეიმეცნებს, განხთობილი გონება და განხთობილი გულის ზალები. განხთობილი განწმენდილი გონება და განწმენდილი გული არის ის სუფთა ჭურჭელი, რომელშიც ღვთისნება შემოდის და დაუბრკოლებლად იხილვება და იჭვრიტება იგი. ყოველთვის არასდროს ცარიელი არ არის ჩვენი გონება და გული, ყოველთვის მადლია და ღვთისნება ირეკლება მასში, ან კიდევ მასში სხვა ძალა შედის და ან ჩვენი ამღვრეული რაღაც ადამიანური ბუნების დაცემული ფორმის მდგომარეობებია. შეუსწავლელი არ არის ეს ყველაფერი, შესწავლილია დიდი ხანი და მოცემულია მართლმადიდებლურ ეკლესიაში. ყველა ეს ნაზი ფაქიზი მდგომარეობები დაწყებული ასკეტიკით, დამთავრებული ლიტურგიკით, თუ მორალური ღვთისმეტყველებით, თუ შედარებით ღვთისმეტყველებით, თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ. დოგმატურით და ასე შემდეგ. ამიტომ ყველაფერს თავისი ადგილი აქვს, ყველაფერს თავისი დრო აქვს, რაც მარხვაში უნიკალურ პერიოდზე მიგვითითებს. მარხვაში უნიკალურ პერიოდზე, იმისაც რომ ჩავრმავდეთ, როგორც აღნიშნე, უფრო მეტად შევისწავლოთ სახარება, ცოდნა დავაგროვოთ სულიერი და ღვთივგამოცხადებული ცოდნა ეკლესიისა და ის ჭრდილი აუცილებლად თავის ადგილზე დადგება, რაც ჩვენში არის და ნეგატიური მხარე და ნათელი და კარგი და სათნო გაძლიერდება და გამოფრცხინდება. და იყავთ, ხო? თქვენ ისეთი უნდა იყოთ, რომ თქვენ ბრწყინავდეთ თქვენი ნათელი. რომ სხვაც რო დაინახავს, ადიდებს მამასა და ძესა და წმინდა სულს, სამებასა, ეთარსებასა და განუყოფასა. მადლობს ჩვენს იესო ქრისტეს იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ.